ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით დღეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა. ჟიული შარტავას სახელი იუსტიციის სახლთან მდებარე მეგობრობის ქუჩას ეწოდა. გუშინ გამართულ საკრებულოს ხდომაზე ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთი ქუჩის დასახელების შეცვლას მოითხოვდა, თუმცა ინიციატივას მხარი საკრებულოს წევრებმა არ დაუჭირეს. მეგობრობის ქუჩას დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. ქუჩისათვის სახელის გადარქმევის საზეიმო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად ჟიული შარტავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ნიშანდობლივიც არის ჩვენ შარშან ამ ხეივანს დავარქვით გმირთა ხეივანი და გმირთა ხეივის გვერდით იქნება ჟიული შარტავას გამზირი. მე მგონი კარგი გადაწყვეტილება მიიღო დღეს საკრებულომ. ჩემი ძმის სახელობის ქუჩა თან სად როგორ ადგილას გმირების სკვერთან ასე მგონია ჩემი ძმა ახლა მომავალი თაობისთვის ზრუნავდა. გმირთა ხეივანში ახლო პერიოდში საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტის დაიდგმება. მელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით ტენდერი მალე გამოცხადდება. ბიუსტი რომელიც ამ ადგილს დაამშვენებს და ყველა ქალაქის სტუმარისათვის, ყველა ჩამოსვლელისათვის ჩვენთვის ხო ეს ასაგებია ბიუსტის და ძეგლის გარეშეც, მაგრამ ჩვენი ქალაქის სტუმრები გაიგებენ ვის სახელს ატარებს ეს გამზირი. ქუჩისათვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება გუშინ საკრებულოს ხდომაზე მიიღეს. გუშინ ეს ხდომაზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კირთანძემ საკრებულოს წევრებისაგან გრიბოედოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევა მოითხოვა. მისი თქმით, ქალაქში არ უნდა იყოს იმ კაცის სახელობის ქუჩა, რომელიც ბათუმში სულ რამდენჯერმეა ნამყოფი. თბილისში ალბათ რაღაცა იმიტომ შეხება ქონდა მას აქტიური შეიძლებაია, თუმცა ეგეც სადავო საკითხია იყოს გრიბოედოვის ქუჩა, ხო რა შეხება ბათუმთან გრიბოედოვის ზოგადად შეხებას. ნუ ახლა მე როგორც მახსოვს სულ ერთხელ აქვს მას ბათუმი მოხსენიებული, მაშინ როცა ის განიხილავდა ბათუმს რაღაცა კარგ სტრატეგიულ ადგილად მეზობელ ქვეყანასთან საბრძოლოა და ამიტომ არ ვფიქრობ, რომ გრიბოედოვის ქუჩის ესე ვთქვათ არსებობა საერთოდ აუცილებელი იყოს ბათუმისთვის. საკრებულოს წევრმა გრიბოედოვის ქუჩისათვის სახელის შეცვლის საკითხს მხარი არ დაუჭირეს. ეს იყო მისგან გამოვლელი ღრმა პროვინციალიზმი ამ საკითხის მიმართ. არ შეიძლება საჯილდაო ქვად გავხადოთ ჟიული შარტავას ქუჩის სახელდება. ჟიული შარტავა გამოკვეთილი გმირი არის და ეხლა ამ საკითხის მიმართ გრიბოედოვზე მე ვფიქრობ ძალიან პროვოცირებული იყო იმის გამო რომ პოლიტიკური ელფერი მისცემოდა ამ საკითხს. რუსთაველის საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარე მიხეილ კიკაბიძე ამბობს, რომ ქუჩებისათვის სახელის მინიჭება გადარქმევის საკითხი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. ისტორიკოსი მამუკა ჯვართავა თვლის, რომ გადაწყვეტილება საკრებულომ როგორც ხალხის მიერ არჩეულმა ლეგიტიმურმა ორგანომ უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს პოლიტიკური გუნდის და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმ ქუჩაზე მცხოვრებმა კონკრეტულად ადამიანებმა, ანუ ბათუმლებმა. საკრებულო არის ჩვენთან არჩევითი ორგანო. თუ საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას და ის თქვათ შეეფერება რომ ისტორიული სახელი დაუბრუნდება თქვათ ბათუმის რომელიმე ქუჩას ან თანამედროვე ცხოვრებიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ შეიცვალოს და მიზანშეწონილია თქვათ რომ შეიცვალოს სახელი, პრობლემას ეს არ წარმოადგენს. ამით რაღაც არ ფუჭდება. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, გრიბოედოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ეს პოლიტიკურ ამინს არ უნდა უკავშირდებოდეს.